ზედაპირი მუსიკალური პროტესტის სცენაზე, ფესტივალ Open Air-ის გახსნაზე ცუდ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას არტისტებმა კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ეს ქვეყანა არასოდეს გარუსტება და სანამ არ იქნება სამართალი, არ იქნება არც დაპირებული მშვიდობა. დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ სოფლიო ბანი Open Air-ზე პირველად იმღერებს. თქვენ ხართ საქართველო? ესეთი განცდა გაქვთ? საქართველო, მე ვარ საქართველო, შენ ხარ საქართველო. ყველანი ვარ. მე ვარ საქართველო. ჩვენ ვარ. აბა ვინა ვარ? ჩვენ ვარ საქართველო. და ჩვენ დამივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ხო, ვერან მივხედოთ. იხარიათ მსმენელთან შეხვედრა აი ესეთ ფორმატში? რა თქმა უნდა. თბილისი Open Air 2025 დამოუკიდებლობის დღის განუყოფელი ნაწილია. ყველაზე დემოკრატიული მუსიკალური ფესტივალი და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მუსიკა. ის არტისტები იქნებიან და იტყვიან თავის არტისტულ სათქმელს, რომელსაც აი სწორედ იქ საპროტესტო აქციებზე როგორც მოქალაქეები გამოხატავენ. მუსიკა გაძლევს საშუალებას გზას გაჩვენების გათავისუფლების და ეს არის მისი ძალა. ყველას აბსოლუტურად ყველას სჭირდება. თავისუფლება არ არის ერთჯერადი მოპოვების რამ. თავისუფლება არის მუდმივი პროცესი, მისკენ სწრაფვის, შენარჩუნების, მერე არ გაშვების, ან ისევ მოპოვების. ჩვენ გვინდა რომ ამ დღით ვაჩვენოთ ამ დღის მნიშვნელობის გაძლიერებით ვაჩვენოთ რაზე დგას დღევანდელი ჩვენი დამოუკიდებლობა. რაზე დგას? დგას პირველი რესპუბლიკის დეკლარაციაზე. ლისზე ისევ დაუბრუნდებით. მანამდე ვნახოთ, როგორ ხვდებიან დამოუკიდებლობის დღეს რეჟიმისაგან უარყოფილი მოქალაქეები თბილისის მთავარ გამზირზე. უფრო მეტი თეთრი მოდის აქ, ნახე? კი, ქვევით უფრო მეტი თეთრია. რას ვკერავთ? ესე იგი ჩვენ ვკერავთ ეხა ქალბატონი რესპუბლიკას ფორმას, რომელიც 26 მაისს გამართულ აღლუმზე წინ წაუძღვება ამ დემონსტრაციას. გავაცოცხლებთ იმ სურათს, როგორც პირველი რესპუბლიკის დროს, აღლუმის დროს ის მოუძღოდა ამ პროცესიას წინ. ეს არის რაღაც სასწაული ფოტოში თქვენ ნახავთ, რომ აი ეს ხო რაღაც სასწაული ქართულის და ევროპულის ნაზავი ფორმა ქუსლოჩკებზე დგას ჩვენი ქალბატონი რესპუბლიკა და ფორმა მოდი დავიტოვოთ ესე ფერები არის ცისფერი და თეთრის კომბინაცია და აუცილებლად უჭირავს ხელში საბრძოლო შუბი და ფარი, რომელზეც გამოსახულია ჩვენი გერბი, მაშინდელი გერბი. ეს იქნება რაღაც სიმბოლო ამ წარსულის და ამ ჩვენი თანამედროვე ბრძოლის კავშირი, რომ ჩვენ ისევ ქალებს გვიწევს ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებლობის დღე მისი შინაარსითა და არსით წელს დღესასწაულზე მეტად რეჟიმთან წინააღმდეგობას ჰგავს. ძალადობის კვალდაკვალ სვლას გამარჯვებისკენ. ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტი არის, რომ საბოლოოდ რაღაცა ვთქვა ჩვენ შესახებ, რომელიც აქამდე არ გვითხოვს სამწუხაროდ, ან სხვა ვთქვა ჩვენ შესახებ, მაგალითად, რავი, ძალიან მაგრები ვართ, პირველ რიგში ეგ, რომ ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ და უკვე შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ ვართ ისინი, რასაც ბიზნესმენები ყვება ჩვენ შესახებ. მე ვფიქრობ, რომ 90-იან წლებში ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ეხლა რა პროცესსაც გავდივართ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. რა არის სამოქალაქო საზოგადოება? სამოქალაქო საზოგადოება არის თავისუფალი, ღირსეული ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც მზად არიან ყველასგან დამოუკიდებლად დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ღირსება, საკუთარი ოჯახი, საკუთარი ქვეყანა. აი, როდესაც ამას დანარჩენი თავისუფალი სოფლიო ხედავს, უნებრივია მას უჩნდება ამ ქვეყნის და ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობა, პატივისცემა და თანადგომის სურვილი.
მუსიკალური ფესტივალის მთავარი გმირები წელს ქართველი არტისტები არიან. პირველად Open Air-ის სცენაზე ძიმე ცხოვრებისაგან დაღმილ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ანსამბლი სუხიშვილებიც მიულოცავს. საიდუმლოც ვიცი, რომ თქვენ იმღერებთ, თქვენი ანსამბლი იმღერებს ჰიმს. რა გვანდეთ უფრო მეტი? ვეცდებით, რომ შევასრულოთ ჰიმნი, ვარჯიშობთ მაგაზე და ვფიქრობ, რომ კაი ვერსია გამოგვივა ჰიმნის. ჰიმნი იქნება პასუხი რაღაც შეკითხვებზე. რა შეკითხვები გაქვთ? პასუხი იქნება ჩვენი, შეკითხვები თქვენი. ხორუმი იქნება ქალთა და ვაჟთა და სიმბოლო იქნება ერთიანობის, თავისუფლების. დამოუკიდებლობის დღესასწაულზე ჩაფიქრებულ თავისუფლების აქტებს შორის ეს უჩვეულო მუსიკალური კოლაბორაციები აერთიანებს ყველას რუსთაველის გამზირიდან ლისის ფერდობამდე. ისეთ ხალხი ვართ, ვინც ფაქტიურად რუსთაველიდან მოვდივართ. მუსიკალურად, ჩვიდობიანად, როგორც ჩვენ გვჩვევია იმ პროტესტს, რომელიც არის დღეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალული იყო. 70 წლიანმა საბჭოთა რეჟიმმა იმდროინდელი პოლიტიკური და კულტურული ელიტა სრულად გაანადგურა და კოლექტიურ მეხსიერებაში დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ანტისახელმწიფოებრივი საბჭოთა მითები შექმნა და მაინც ვერაფერი მოახერხა და ვერ წაშალა ქართული იდენტობა. 34 წელია დამოუკიდებლები ვართ და შევეჩვიეთ თავისუფალ არსებობას და არ გვეთმობა თავისუფლება არც სიტყვის, არც ქმედების, არც სინდისის, არაფერს თავისუფლება არ გვეთმობა. და მეორე, რომ არაფრით არ გვინდა იმპერიის დაქვემდებარებაში დაბრუნება. მე ვარ სამშობლო რა, ეგ არის ადგილი, სადაც ხარ აბსოლუტურად ის რაც ხარ. ანუ ეს არის გარემო, რომელიც ემთხვევა შენს შინაგან სამყაროს და ამ შენი სამყაროს გაგრძელება არის, ხო? ყველაზე მეტად რაღაცნაირად, რა ვიცი, გულით კივა, იმიტომ რომ სადაც ჩაგვარჭეს იყო ზუსტად ის მთავარი ღერძი ჩვენი იდენტობის, ან წარსული პირველ რიგში. ანუ რაღაცნაირად ყველაფერი რაც უკეთებიათ ჩვენ წინაპრებს, უბრალოდ წყალში ყრის დღეს ხელისუფლება. არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებმა ამ ქვეყნის მოქალაქეები ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ცვლილებად თავისთავად აქცია და ალბათ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში პირველად ახალმა თაობამ ქვეყნის რეალურ საფრთხეზე და დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებაზე ყველაზე მეტი იფიქრა. ნაკლები ადამიანი უნდა ჩაერთოს იმ უსამართლობაში, რა უსამართლობასაც დღეს რეჟიმი საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართავს. აი ეს ადამიანები მენანება, ეს თანამოქალაქეები. აი ეს არის ყველაზე აუტანელი ჩემთვის, როდესაც ვხედავ მოწმეს, რომელიც აძლევს სრულჩვენებას და მორალურად ინგრევა. როდესაც ვხედავ ბრალმდებელს, რომელიც მორალურად ინგრევა, როდესაც უდანაშაულ ადამიანს ციხეში უშვებს. ჯარიმას აკისრებს, აუტანელ ჯარიმას აკისრებს, განუზომლად დიდ ჯარიმას აკისრებს მის შემოსავალთან შედარებით. აი ეს არის ყველაზე აუტანელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ეხლა იწყებს კარიერას პოლიციაში და ფაქტიურად მთელი საზოგადოების წინაშე სირცხვილით იწვის. განსაკუთრებით ბოლო 1 წლის მანძილზე ჩვენ ამ საფრთხეების წინააღმდეგ ვიბრძვით და ვხედავთ, რომ არაფერი არ არის მომავალში გარანტირებული. რუსული შინაარსის არალეგიტიმურ ხელისუფლებას საკუთარი 26 მაისი ექნება. მმართველობის პირობებში ქართული ოცნება ერთის მხრივ ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და ამავე დროს დამოუკიდებლობის იდეა რუსული რეჟიმისთვის სრულად დაცლილია შინაარსისაგან, გულწრფელობისაგან და კონტექსტისგან. ქართული ოცნების საქართველოს ფაქტობრივად აღარ არის სუვერენული ქვეყანა, ანუ ის თავიდან ბოლომდე ზის რუსულ პარადიგმაში და 26 მაისი, რომელსაც ისინი რაც თავიანთ ჯგუფში იზეიმებენ,
ეს არ იქნება სახალხო დღესასწაული, რომელსაც ყველა ქართველი ერთიანად აღნიშნავს. არ იქნება და ვერც იქნება. მრავალხმიანი საქართველოს თავისუფლებაზე მაშინაც ბრერის, როცა ქვეყანა განსაცდელშია. ქართული ოფენერი საქართველოს გარდაუვალ გამარჯვებამდე დამოუკიდებლობის დღეს სუხიშვილების ხორინით შეხვდება.